ეს ადამიანის დროშას წვავდა, ხო? ეხლა მე იმ დონის დებილი იყოს ეს ადამიანი ვერ წარმომიდგენია ეხლა ამ დროშის დაწვით რომ ტეიტროს ვერ დაიბრუნებს რომ არ ესმოდეს ამ კაცს ამ დონის დებილი რომ იყოს მე ვიცი მე ვერ წარმომიდგენია მაგრამ ასე დროს მეორე მხარს ასეთ მოლაპარაკებებს და ასეთ რაღაცა იმებზე მოდის შესაბამისად თელის ტევე პირველი ეს ლიბერალური მასმედიამ ისე აიტაცა ეს თემა. მაზრამდე მივდივარ, რომ ეს ადამიანები საერთოდ უნდა ჩამოაშოროს, დახურო უნდა ეს ტელეარხები, ეს მე თქვენ. და დღეს ამ ტელეარხებზე ხშირად ისმის ასეთი კითხვა, მარტო არ შეიძლება რუსეთთან დარჩენა. იმ მოკავშირეებთან, ჭყალებში მოკავშირეებთან რამე შედეგს მიაღწიეს ამათმა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოკავშირეებს ჭყალებში არაფერი მოკავშირეები ისინი არ იყვნენ საქართველოს თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. საქართველოს უბრალოდ იყენებდნენ როგორც პაიქს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში. შესაბამისად, თუ ერთი ფორმატით არ გამოდის რაღაცა, უნდა შეცვალო დაიწყო ახალ ფორმატზე უნდა გადახვიდე, ხო? ასე მესმის მე.